ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში უნდა ვნახოთ დღეს. ეს 26-ის პირველი გასვლაა. ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. სოფელ ხცისიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევარში. იგი მე-11 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ეკლესიის ლაპიდარული წარწერების თანახმად ტაძრის აშენება ბაგრატ მესამის მეფობის პერიოდში 1002 წელს გურანდუხ დედოფალთან დაახლოებულ პირს ანანია მთავარეპისკოპოსს დაუწყია. წარწერები შემდეგნაირად იკითხება. მაგალითად პირველი წარწერა, რომელიც აღმოსავლეთ ფასადზეა. სახელით აღბრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა ამესა ეკლესიისა საყოფელისა წმინდისა ნათლისმცემლისასა სალოცველად. ადიდენ ღმერთმა ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩვენისა და სახსრად სოდვილისა და მამათა ჩვენთათვის ქორონიკონი იყო სკბ. წარწერა განსაკუთრებით საინტერესოა იმ მიზეზითაც, რომ აქ მეფედ არა მხოლოდ ბაგრატია მოხსენიებული, არამედ მისი ვაჟი გიორგიც. გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩვენისა. ეს გვაფიქრებინებს, რომ 1002 წელს მეფის ძე გიორგი უკვე მეფე ბაგრატის თანამოსაყდრედ იყო გამოცხადებული. მეორე წარწერაა დასავლეთ ფასადზე. წმინდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხ დედოფალი ორთავშინა ცხოვრებათა. ქრისტე უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ყოველი კურაპალატი მოეცძლევა იმ მტერთა ზედა ხილოთა და უხილავთა. დედოფალი გურანდუხტი აფხაზთა მეფე გიორგი მეორის ასული და ბაგრატ მესამის დედაა. აღსანიშნავია, რომ მეფე ბაგრატის მიერ დასავლეთ საქართველოში აგებული ტაძრების წარწერებში გურანდუხტი საგანგებოდ იხსენიება, რითაც აფხაზეთის სამეფო ტახტის მიმართ ბაგრატის მემკვიდრეობის ლეგიტიმურობას ესმებოდა ხაზი. ეს პოლიტიკური მოტივი შეიძლება დავასახელოთ ხცისის ტაძრის წარწერაში დედოფალ გურანდუხტის მოხსენიების საფუძველადაც. კიდევ ერთი წარწერაა დასავლეთ ფასადზე. ქრისტე შეიწყალე ანან მთავარეპისკოპოსი. წარწერაში მოხსენიებული ქართლის მთავარეპისკოპოს ანანიას შესახებ ქართულ მატიანეებში ინფორმაცია მწირია. მოხსენიებულია ასევე ტაძრის აღმშენებელი იოანეც, უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, ცხოველისაო და წმინდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოანე. ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. ფასადთა დამუშავებაში მე-11 საუკუნეში შემუშავებული მხატვრული სახეები გამოიყენება. დეკორაციული თაღები, ფართო ორნამენტული საპირეები, მრავალფეროვანი რელიეფური მოტივები. ტაძარი ხასიათდება აზიდული დახვეწილი პროპორციებით. აზიდულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყენებული დეკორატიული თაღები. მსგავსი გადაწყვეტით ხცისის ეკლესიას ენათესავება მომდევნო პერიოდის სავანისა და წინარეხის ეკლესიები. ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. შესასვლელი ორია სამხრეთიდან და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესიას ორივე მინაშენი თავიდანვე ჰქონია, თუმცა სამხრეთის მინაშენის აგება როგორც ჩანს მას მერე გადაწყდა, რაც თავად ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო. ეკლესიის სამხრეთის მინაშენი ორი თაღით გახსნილი კარიბჭეა, რომელიც მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდალური კვადრატული სათავსია. კარიბჭე გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. სამხრეთის მინაშენში მოწყობილია საძვალე. ჩრდილოეთის მინაშენი სამკვეთლოსა და ერთ მცირე სათავსს მოიცავს. თავიდან ეს მინაშენი ეკლესიაზე უფრო მოკლე იყო, მცირე სათავსი მოგვიანებით მიუმატებიათ. ტაძარი უხვადაა დეკორირებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებს გრეხილი ლილვებისგან შექმნილი დეკორატიული სამთაღედები ამკობს. შუა თაღები გვერდითებზე მაღალია. როგორც ჩანს, თაღებით იყო დეკორირებული სამხრეთის ფასადით, თუმცა მისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. დეკორატიული თაღების საყრდენი კაპიტელები რელიეფებითაა შემკული. სარკმლებს მოჩუქურთმებული ფართო საპირეები აქვს. რელიეფებითაა შემკული სარკმლების მოჩარჩოებასა და სათაურებს შორის არსებული სივრცეებიც.
ამგვარათვე სათაურებითაა გამოყოფილი შესასვლელების ტიმპანის არეები. დასავლეთის ტიმპანში რელიეფური ჯვარია მოთავსებული. აღმოსავლეთ ფასადის შუოთაღში ერთმანეთის თავზე მოთავსებულია ფრინველებისა და ლომების რელიეფი და კბილიან თაღში მოქცეული ჯვრის რელიეფი. რელიეფური ჯვრებია ასევე მოთავსებული ამავე ფასადის განაპირა ნაწილებშიც. დასავლეთ ფასადის სარკმლის ქვემოთ აყვავებული ჯვარია გამოსახული. დეკორატიული თაღების პილასტრების ბაზისებზე მტაცებელთა ნადირობის სცენებია გამოსახული. სამხრეთ ფასადზე დეკორატიული თაღის შემორჩენილი ფრაგმენტის არეში ფარშევანგებისა და ჯვრის რელიეფებია მოთავსებული. ეკლესიის ფასადებიცა და ინტერიერიც მოპირკეთებულია სუფთად თლილი მოყვითალო მოვარდისფრო და რუხი ქვის კვადრებით. გარდა ორნამენტული მოტივებისა ფასადებს ზოომორფული რელიეფებიც ამკობს. ფარშევანგები, მტაცებელი ცხოველების ნადირობის სცენები. განსაკუთრებით გამორჩეულია აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზევით მოთავსებული რელიეფი, რომელზეც ზღაპრულ ფრინველებს კლანჭებში ლომები ჰყავთ მოქცეული. აღნიშნულ რელიეფს ანალოგი არ მოეპოვება. რელიეფთა და ჩუქურთმათა დამუშავებაში სხვადასხვა ხელწერა შეინიშნება, როგორც ჩანს ეკლესიის შემკობაზე ერთზე მეტი ოსტატი მუშაობდა. აღსანიშნავია შიდა სივრცის გადაწყვეტა. ინტერიერში სიხალვათა იგრძნობა, შთაბეჭდილებას ახდენს დინამიურობა, რასაც გრძივი კედლების დამანაწევრებელი სამსაფეხურიანი პილასტრები, დეკორატიული თაღები და საკურთხევლის შეწყვილებული ნიშები ქმნის. ტაძრის აგებულებასა და წყობაში მძაფრად იგრძნობა კომპოზიციის გააზრებულობა და შესრულების ოსტატობა. შესანიშნავია მაღალი ოსტატობით შესრულებული მორთულობა, ჩუქურთმები ცოცხალი და პლასტიკურია. ხციცის ეკლესიამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. იგი გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია. 2000-იან წლებში ძეგლზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. კამარა ჩამონგრეული იყო, აფსიდის კონქი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. განსაკუთრებით დაზიანებული იყო სამხრეთ ფასადი, სამკვეთლო და კარიბჭე. ძეგლი ამჟამად თითქმის მთლიანად აღდგენილია. ხცისის მეზობლად სოფელი მიწობია. მიწობის სამხრეთით დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს გოლას საყდარი, რომელიც მე-19 საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი დაზიანებულ მდგომარეობაშია. გარშემო მოსულ ეკალბარდებია. თავად ტაძრის კამარა ჩამონგრეულია, დანგრეულია ასევე კედლის ნაწილებიც. აღმოსავლეთის ფასადზე შეწყვილებული სარკმლებია. სამი მხრიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა კარია.
მიწობის ეკლესია ისეთი ძეგლია, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი. ამ არხის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ საზოგადოების ფართო მასებს გააცნოს და შეაყვაროს ქართული მემკვიდრეობა. ვნახოთ მომავალში რა გველოდება და საქართველოს რომელ კუთხეს ვეწვევით. თქვენ ყველას დიდი მადლობა ინტერესისთვის და ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.